გამარჯობა, ჩემთან არის ნიკა კოჩაროვი და რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან. რამდენიც გინდა. ალბომებად უსმენ მუსიკას თუ ტრეკებად? ორივენაირად. ალბომებად მოსმენაზე ვარ გაზრდილი, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა ტრეკები მომწონს ხოლმე ალბომიდან ამორჩეულად, იმიტომ რომ იშვიათი გახდა სრულყოფილი ალბომები. ანუ უფრო კონცეპტ ალბომებს ანიჭებ უპირატესობას. არა, აუცილებლად კონცეპტ ალბომი იყოს, მაგრამ ადრე შეიძლება რაღაც ჩემ თინეიჯერობაში ეგრე აღვიქვავდი, რომ რაღაცა შეკრული იყო ალბომები ხოლმე. ოკეი. შენი აზრით, აი ესე თავში პირველი რაც მოვა, საუკეთესო ალბომი მუსიკის ისტორიაში რა არის? პირველი რაც მოვაო თავშიდან, ვაფშე არ ვეცინა. ეს რა მოვა? Underrated ალბომი თუ გაქვს? ბევრი არის underrated მუსიკა, რომელიც ჩემ მეგობრებს არ მოწონთ, მაგალითად. გავიხსენო ეხა ამ ბოლო დროს. იმენ ალბომებზე გვაქვს ლაპარაკი? ხო. მაგრამ არტისტი იყოს სულ. მაიცა უნდა ნახო იმაში ჩემ პლეილისტში რა. ბევრჯერ მაქვს სხვადასხვა ადგილას ნათქვამი, მაგრამ სოფლიო მასშტაბით ალბათ არ არის underrated, მაგრამ ჯორდი გრიპის ალბომი New Sound ქვია, მე მგონი და არც ერთ ჩემ მეგობარს არ მოწონს. და კიდე არც ერთ ჩემ მეგობარს მაგი ვერ მოვაწონე. ჟანრობრივად სად ხარ ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე ამ ეტაპზე ყველგან ვარ საერთოდ. საითაც ქარი წამიღებს. და overrated-ი? ან არტისტი ან ალბომი? გის მართლა? იცი რა არის? ანუ კარგია, მაგრამ overrated არის რა. ძალიან hype არის. აი თვალები რომ დახუჭო და მარტო მუსიკას მოусმინო რა. It's average. ჩემთვის ცოტა ზედმეტად ჰომოგენურია, როგორც ვოკალურად, ისე ინსტრუმენტალურად, თუმცა Getting Killed იყო ალბომი, რომელიც შარშან ალბათ ჩემი ფავორიტია. ანუ პლეილისტში like song-ებში მაგის, მაგრამ რა ამბავიც არის ატეხილი, მაგას ვერ მივყვები. Cameron Winter-ი, solo? იგივე. კაია. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა.